ბარსელონა არ გეგონოთ. ეს ლეჩხუმია, ალპანა. ალპანა ფულ. მთიანი სოფელი ხო ყოველთვის ასოცირდება უფროსობთა ჰაერთან, ჟანგბადთან და ნუ ყველა იმ სიკეთესთან, რომელიც შეიძლება მთაში ვნახოთ. მაგრამ ნურას უკაცრავად ეგ გვაკლია ლეჩხუმლებს საცურაო აუზი არ გქონდეს სოფელში. ორი წელია რაც არსებობს და უკვე საკმაოდ ხალხმრავალია. პირველი რაც ჩემმა შვილებმა ლეჩხუმში ჩამოსვლისთანავე მთხოვეს საცურაო აუზზე წასვლა იყო. შარშან რამდენჯერმე ვიყავით და კარგად ერთობიან. აუზშიც ურო რომ მოსწყინდებათ ცეკვაზე გადადიან. თებსა და მდინარე შორის 2 წლის წინ გახსნილი ეს გასართობი სივრცე ძირითადი აუზის გარდა საბავშვო აუზს და კაფეს აერთიანებს. მოგეთ როგორც ხედავთ, საქართველოში ჩამოვედით აეროპორტიდან პირდაპირ ალპანაში წამოვიყვანე ბავშვები, ეს არის ლეჩხუმი, რაჭა არ არის. არც სვანეთი, იმერეთი მით უმეტეს. ეს არის ლეჩხუმი, აბსოლუტურად განსხვავებული კუთხე და ჩემი აუტანელი ოჯახი სწავლის დაწყებამდე აქ დარჩება და გაჩვენებთ როგორ გრძნობენ ბავშვები აქ თავს და შევეცდები გაჩვენოთ რამდენიმე ძალიან საყვარელი ადგილი ჩემთვის. ნუ რის შესაძლებლობასაც ბავშვები მომცემენ. ჩემ შვილებს აქაური ბავშვებისგან უკვე ვეღარავინ გაარჩევს. მთელი დღეები ტობისთან ერთად სოფლის ორღობეებში დახეტიალობენ, 1000 გასართობს იგონებენ თავისთვის და ამდენივე სანერვიულოს ჩემთვის. დიდი ალბათობით ისევ კვერცხების საძებნელად არიან ესენი წასული. სანდროს მუზეუმი ხმა ისმის, რაც იმას ნიშნავს, რომ კვერცხი იპოვა. ბატონო! ბატონო! შენ თვითონ მოდი, მაჩვენია რა იპოვე? ვა! ყოჩა. მომეცება. ალბათ იფიქრებთ, რომ ახლა ძებნა რა შეჭირდება კვერცხს. მაგრამ ერთი წუთით, ლეჩხუმელ ქათმებს ეგ გააკლიათ სპეციალურად მოწყობილ საბუდარში დადონ კვერცხი. უნდა ეძებო ქუჩაში, ბალახებში, ხეებს შორის, ვენახში, ღობეებში და ასე შემდეგ. მოკლედ ყველგან გარდა საკათმისა. თუმცა ეს არის თეკლას და სანდროს საუკეთესო გასართობი. ახლა ვხედავ ანა და სანდრო ვენახში მიიპარებიან და მაინტერესებს ეს რას აკეთებენ. აჰა, ხილს აგროვებენ. ჩემი სამი ბავშვიდან ორს ხილი განსაკუთრებით უყვარს. როგორც ჩანს, ნადავლი უკვე გაინაწილეს და ახლა საჭმელად მოდიან. ესეც ჩვენი იადონი. ერთი თვე ჩემს მშობლებთან სუფთა ჰაერზე გაატარა და მგონი ძალიანაც მოუხდა. უცებ აღმოვაჩინე, რომ ტყუპების ხმა საეჭვოდ დიდი ხანია არ გამიგია. ბავშვების ძებნა დავიწყე და დამნაშავის კვალს მალევე მივაგენი. სად წაიყვანე ჩემი ბავშვები? საკათმეში. რა უნდა საკათმეში ბავშვებს? გამორჩა. ეს ნიკაა, ჩემი დიშვილი. აბეზარი ბავშვებისგან დასასვენებლად ასეთი თამაში მოიფიქრა. სანდრო! შო, მან რა გიდა? ნიკამ ჩამყარტა. ნიკამ ჩაკეტა? და რაღაცა გამოცნობანას ფოთოლოში. რატო არ დამიძახეთ? არა, ჩვენც მე წავაგებთ. რა წავაგებთ? ხორ გადაირიეთ. არ გინდა. მე ბებონო ქათმებს აქ შემოიყვანს, ჩვენ გამოგვიყვანს.
სად გამოგიყვან ჩვილო, გამოდით გარეთ. მაგას ვიშველი. ბავშვობის სახათმიდან რის ვაილოდოხით გამოვათრიე. ამასობაში უკვე ისეთი სახით აგრძელებენ თამაშს, ვითომ აქ არაფერია. ამ პატარა ალქაძს უყურეთსაც შემოსკუპებულა. მან რა საკეთებ გამაგებინე? ჩამოდი ხოლმე ძირს. ჩქარა. კარგია რომ ღობეებზე და ხეებზე ძრომილში ჩემი უნარები თუ უუნარობა არ გამოჰყვა. სად მიდიხარ? მერეკლესთან. სადეთ და თვალიადევნეთ 5 ბავშვის მოძრაობის ტრაექტორია სოფლის სახლში და ეზოში 1 დღის განმავლობაში. წარმოუდგენელია. თუ რა თქმა უნდა, ყველა თავის ტელეფონში არ არის ჩამძვრალი. აი რა, ნუ ეხე. თვალს მოვაცილებ თუ არა პატარა ალპინისტი მაშინვე ახალ სიმაღლეებს იფრობს. ვინ აქვს ვამითხარი? ამ დროის მონაცემებით სახლში ყავს 5 ბავშვი. 3 ჩემია, 2 დიშვილი. მთელი დღის განმავლობაში ძირითადად დაკავებული ვარ მომრიგებელი მოსამართლის როლით. მაგალითად მოდის სანდრო ჩივილით, რომ თეკლამ წაართვა ტელევიზორის პულტი. შემდეგ თეკლა მოდის ტირილით, რომ ანამ თავში წაუთაქა. ამის შემდეგ მოდის ანა და მეუბნება, რომ ერეკლემ ველოსიპედი წაართვა. შემდეგ მოდის ერეკლე და მეუბნება, რომ ნიკამ ის და ანა არ გაუშვა მეზობელთან სათამაშოდ. ამის შემდეგ მოდის ნიკა და კატეგორიულად მოითხოვს, რომ ტყუპებმა სასწრაფოდ დატოვონ სახლი. მოკლედ. ვინც ფიქრობთ, რომ ეს მდგომარეობა რამენაირად გავს დასვენებას, კი ხართ ღირსი, რომ ზუსტად ასეთივე დასვენება გისურვებთ. წავედით ულამაზესი ორპირის ხეობის მოსანახულებლად, ზოგი ლაჯანურის ხეობასაც ეძახის. დიდებით სახლში დავტოვეთ და წამოვიყვანეთ ტყუპები. ზაფხულის ბოლოს ლეჩხუმის საოცარი სილამაზით ვტკბებით, მაგრამ ამ რთულ გზებზე სიფრთხილეა საჭირო. საჭესთან ჩემი დაზის. ჩემი არ იყოს ისიც გამოცდილი მძღოლია და დედა ჩემის არ იყოს კამერასთან ურთიერთობა არც მას არ უყვარს. ამიტომ ჩემს გადაღებულ კადრებში აქა-იქ თუ გაიელვებს. აი აქ არის ჯომარდობის მოყვარულთა ძირითადი პუნქტი. მთები და გზები და ლურჯი ზანები საქანელას მიყვება და მივექანები თმები გაშლილ და ქარში პრიალე საქანელა პრიალე და ის პრიალე ერთი ორი სამი პირველი გაჩერება მოვედით ბებურიშვილის წყალს ეძახიან ამ წყაროს და როგორც წყაროზე არსებული წარწერა იუწყება 1948 წელს გაკეთდა გამოიყვანეს როგორც ჩანს ეს წყარო. სასწაული ჰაერია. შეიძლება ჭარბი ჟანგბადისგან ფილტვები დაგისკდეს. ისე მყუროდა რომ ძალიან ხშირად მსაყვედურობენ ხოლმე რომ აი ყველგან კრიტიკის საფუძველს როგორ ეძებოდა. მოდი ეხა და ნუ მოძებნი. შეხედეთ აი ულამაზესი წყარო, არაჩვეულებრივი ბუნება. შეგიძლია აქვე აი დადგე და წაიხემსო კიდეც. და იმის მიუხედავად რომ ნაგვის ურნა სულ რაღაც ორნაბიჯზია, ადამიანების უმრავლესობას ურჩევნია აი ამ მდგომარეობაში ჩააგდოს ბუნება. აი ეს რა არის?
კიდევ ერთი ადგილი, რომელიც აუცილებლად უნდა გაჩვენოთ, ლაჯანურხესის კაშხალია. ეს მოზრდილი ჰიდროელექტროსადგური ორი მდინარით, ლაჯანურითა და ცხენისწყლით ივსება. სოფელ სურმუშთან მდინარე ლაჯანურის ვიწრო ხეობაში 69 მეტრის სიმაღლის თაღოვანი კაშხალი გასული საუკუნის 50-იანი წლების ბოლოს ააგეს. მცირე შესვენების შემდეგ ლაჯანურის ჯადოსნურ ხეობაში გზას ვაგრძელებთ. ესეც საოცარი ორპირის კლდეკარი, სადაც ლეგენდის მიხედვით სენაკში დაყუდებული ბერი ცხოვრობდა და მოსახლეობა საკვებს ქვემოდან თოკით აწვდიდა. ეს არის ხეობა, რომელშიც მზის სხივი პრაქტიკულად არ აღწევს. ამიტომ აქ სულ გრილა, როგორიც ხელი ზაფხულით არ უნდა გქონდეს. ესეც მდინარე ლაჯანური როგორ მოკრძალებულად მოედინება და თქვენ უნდა ნახოთ გაზაფხულზე რა დრაშია. ამ ხოლმე არის მოგლეჯილი. წამოღებული. დღეს რადგან გადაწყდა რომ კლდეების დღე გვაქვს, ორპირის კლდეკარიდან წამოვედი ღვირიშის კლდეებში. ნახეთ რა სილამაზეა. შეუჩეველი თვალისთვის შეიძლება ცოტა საშიშად გამოიყურება, თუმცა ჩემთვის ბავშვების საყვარელი ადგილია. ამ გზებზე თვალდახუჭული წვიული. ნახეთ რა სილამაზეა. ესე ჩვენი დანიშნულების ადგილი. აქედან ღვირიშის კლდეებსა და ჩანჩქერზე საოცარი ხედი იშლება, რომელიც ტურისტებისთვის განსაკუთრებით მიმზიდველია. ამ ხედების ყურება ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა, თუმცა თუ სიმაღლის გეშინიათ, ცოტა ფრთხილად. მოგიწონა დედი? ხშირს მე მგონი ცოტა შეშიდათ. დედა მოდი შეხე ისე უჩამოვა. ფრთხილად დედი გამოდი უკან. უჩამოდის. აჩაგიოთ ეს ტელეფონი. ღვირიშის ჩანჩქერი მაღალი კლდიდან ღრმა ხეობაში ეშვება, სადაც კლდოვან ქვაბულში პატარა დაგუბებას წარმოქმნის. შუშის ეს გადასახედი ზედ ჩანჩქერის თავზეა მოწყობილი, ამიტომ სუსტი ნერვების მქონეებისთვის არ არის. აქედან მიდის წყალი? ხო, ჩანჩქერია და. ამაში რო ჩავარდე, რა მოხდება? ამაში არ უნდა ჩავარდე არავითარ შემთხვევაში. ახლა ვფიქრობდი, რომ მეცალოს და ბავშვების დედაჩემთან დატოვება მისი წნევის ამაღლების პირდაპირ პროპორციული არ იყოს, ლეჩხუმში რამდენ ძალიან მაგარ ადგილს გაჩვენებდით. აი ღვირის ტაგიყვანდით ზანდურის სახლს გაჩვენებდით, საირმის სვეტებს, ქულბაქის მწვანე ტბას, ლაილაშის აუზს, შხუდალას, იქეთ ცაგერისკენ ციხეებს, დაჰკარი დაუხვდი, არ გაუშვა, მურის ხიდს, მწვანე თეატრს, ბოლოს და ბოლოს ხვამლზე აგიყვანდით და იქედან გადმოგახედებდით, მაგრამ რა გინდა რო ქნა, მოგზაური არ ვარ მხოლოდ ბავშვებით დახუნძლული დედა. ახლა დილის 8 საათია და მეზობლისგან მომივიდა მესიჯი, მეპატიჟება ყავაზე. წავედი. ცოტა გრილა აქ. დილა მშვიდობის. ერთი ცალი მეზობელი გაგვექცა.
რეპორტაჟის დროს შემოგვერდი. ჩემი და ჩასვი კადრში. ესენი არიან ჩემი მეზობლები. Hello. და სხვათა შორის აი ამ სუფრასთან არა მხოლოდ სოფლის ამბები განიხილება, არამედ განიხილავთ მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ მოვლენებსაც კი. აბა ალპანაში დასვენება რა დასვენებაა მეზობლებში ყავის დასალევად სიარულის, ჭორებისა და ახალი ამბების გაზიარების გარეშე. ანის ზაფხული რა ზაფხულია, ან არ დადეგები რისი არ დადეგებია ბავშვების სოფლის ღერძზე საბანაოდ თუ არ წაიყვანენ. და მერე ქვის ტრამპლინიდან წყალში ხტომაში პატარა ჩემპიონატი თუ არ ჩაატარე. ოღონდ არ დაგავიწყდეთ, რომ მეცურვა არ ვიცი. თეკლა შენ? მე არა. მე რა თამამდება? და იქ რა გავიყვანოს? იქელი ვერ წაგიყვანს. აღმა როგორ წაგიყვანს დინარე? ოჩა. და როგორც იქნა თეკლამაც გაბედა. მოგეწონა? ზაფხულის ბოლოს მწვანე ფოთლებს ცოტათი სიყვიтле როგორც კი შეეპარება, გრძნობ რომ მეცევდა მერევა ხოლმე. ალპანაში დასვენების ერთკვირიანი დატვირთული გრაფიკის მერე, მოდი გავარკვიოთ, რამდენად კმაყოფილია სამშობლოში დაბრუნებით ჩემი სამი აუტანელი ბავშვი. მე ხა ჩავატარებ ძალიან პატარა გამოკითხვას. თეკლა, ბარსელონა ჯობია თუ ალპანა? რა თქმა უნდა, ალპანა. სანდრო, შენ რას ფიქრობ? ალპანა, მაგრამ მამა რო არაა, ცოტა ცუდია. ანა, შენ? მე ორივე განვერთობი და ორივე მერჩევნია, მაგრამ ბარსელონა ჯობია, რადგან იქ მამა არის.